წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით მე მინდა დავიწყო დღევანდელი ჩემი ბრიფინგი იმით, რომ მიულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე, რომელიც არის თავდაცვის ძალების დღე. არ ვიცი, რამდენად რამე არის მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ რა დღეში არის ჩვენი თავდაცვის ძალები, ერთის მხრივ ის დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა, რაც მოუწყვეს ეგრეთ წოდებულ კომისიაში, მეორეს მხრივ ის და ეს კიდევ შეიძლება უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს აღარ ტარდება არც ერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარები ამდენი ხანი ბოლო წლებში ვითარდებოდა და მისი სტანდარტების ყველანაირი ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენი სუვერენობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა დღეში არის ჩვენი თავდაცვის ძალები. მეორე საკითხი, რომელსაც უნდა შევეხო დღეს, არის ის, რაც მოხდა ქვეყანაში გუშინ, ეს ჩხრეკები, რეიდები, რაც სრულიად წარმოუდგენელი არის ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ დიდი ხანია, რაც ჩვენ აღარ ვითვლებით ნორმალურ ქვეყნების რიგებში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ, რაც ტარდება ბოლო თვეებში, მაჩვენებელი არის იმისი, რომ რეჟიმი რეალურად ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამითი ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს. ეს ყოველდღიურად ჩანს, მეტი და მეტი, მაგრამ ეს მეტი და მეტი, როგორც ჩანს, ვერაფერს ვერ აღწევს, ვერც საბოლოოდ პროტესტის ჩაქრობას, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას და იმასაც ვერ აღწევს, რომ შინაგნად გაამყაროს რეჟიმი, რამე თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რყევები რეჟიმის კუთხით გრძელდება, ძლიერდება, ადამიანები ტოვებენ, გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ უახლოესი პირები ამ რეჟიმის ამ ბოლო პერიოდში გავიდნენ თამაშიდან, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იმისი, თუ ეს რყევები როგორ შეიძლება განვითარდეს და ეს არის ვინც იცის პოლიტიკური სისტემების ისტორია. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავიგოთ კარგად რა ხდება, იმისი გაგება, თუ როგორ და რა ფორმით სანქციები ნამდვილად უკვე ავლენს თავიანთ შედეგს და გავლენას ამ ადამიანებზე, რომლებიც არიან პირველი წრის ადამიანები და არა მხოლოდ მათზე, მაგრამ ფინანსურად სწორედ ამ ადამიანებზე, რომელსაც აქვთ ყველაზე დიდი დოვლათი დაგროვებული, იმათზე არის ყველაზე სერიოზული შედეგები და გავლენები ამ სანქციების პირველ რიგში, პირველ ადამიანზე, რომელიც დღეს უკვე არის თავისი უზარმაზარი სიმდიდრით იზოლირებული და პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობს ამ თანხებით და ამაზე ჩვენ გვექნება ცალკე ინფორმაცია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული და იცოდეს ის, რაც ცოტა უფრო რთული გასაგები არის, ეს სანქციები ფინანსურად, როგორც შეიძლება იმ დღესვე არა, მაგრამ ნელ-ნელა რეალურად ახდენს გავლენას და იწვევს სწორედ ამ რყევებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. მე არ შეიძლება ასევე არ გამოეხმაურო იმას, თუ რა მოხდა CSKA-ს დადგენილებით.
ძალიან საინტერესო არის და ესეც არის ძალიან საინტერესო ნიშანი იმისი თუ რა დღეში არის რეჟიმი, როცა პრაქტიკულად მისი CSKO-ს დადგენილებით მოხდა აღიარება იმისი რაც ზედაც ჩვენ ყველანი არა მხოლოდ საუბრობდით, მაგრამ შეტანილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი ამ თემაზე, ანუ საიდუმლო არჩევნების და ხმის დაცვის საიდუმლო, რომელიც არ იქნა დაცული გასულ არჩევნების დროს და ის იყო ერთ-ერთი ორიდან მთავარი პრინციპები, რაც დარღვეული იქნა, მე ვამბობ პრინციპულ დონეზე და დანარჩენი დარღვევები ახლა ამას არ დაუბრუნდებით. ერთი იყო დისკრიმინაცია მოქალაქეთა შორის და დიასპორისთვის არ მინიჭება იმ სათანადო უფლებების, რომელიც უნდა ქონოდა, მეორე იყო და ყველაზე მძიმე ხმის მიცემის საიდუმლოების არ დაცვა და დღეს დადგენილებით CSKO-მ აღიარა ეს ფაქტი, რადგანაც მიიღო რაღაცა უმნიშვნელო, მაგრამ ზომები იმისთვის, რომ ვითომც მისი თქმით უფრო უკეთესად იყოს დაცული ამ ელექტრონულ აპარატების მიერ ის საიდუმლოება, რომელიც არის აუცილებელი პირობა არჩევნების. ამიტომ ამ საკითხზე ჩვენი პლატფორმა ასევე მიმართავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში სტრასბურგის სასამართლოს, სადაც შეტანილი არის ამ საკითხებზე სწორედ სარჩელი იმისთვის, რომ ეს დამატებითი ინფორმაცია მათთვისაც ცნობილი იყოს. და კიდევ ერთხელ მინდა აქ გაგახსენოთ იმის შესახებ, რომ ჩვენ პლატფორმა აწყობს 26 მაისის მომსამზადებელ კომისიას, სადაც შემოვლენ ყველანი, ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომელიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამე თუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებული არის. ძალიან დიდი მადლობა.